საკარგია. Harley Davidson Iron 883. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს გამომწერს, რომელიც დამიკავშირდა და თავისი რკინის ცხენი გამომატანა და მანდო იგი მე. მეც შევეცდები ჩემი პირველი დიდხნიანი Harley Davidson Sportster-ის გამოცდილება გაგიზიაროთ. სანამ ამ ადგილს ვიპოვიდი, ძალიან ბევრი ვიარე, იმიტომ რომ რაღაც ადგილები რაც მქონდა არჩეული, იმ ადგილებში ძალიან ბევრი ხალხი იყო, ახმაური იყო ზოგან მშენებლობა დაწყებულა და ასე შემდეგ, ზოგან საერთოდ დამჭაობი დამხვდა. წინ დისკი გვაქვს 19-იანი, უკან გვაქვს 16-იანი. ძრავის მოცულობა არის, რა თქმა უნდა, სახელიდან გამომდინარე, უკვე გვეუბნება 883 კუბი. ზოგადად სპორტსტერის ისტორია დაიწყო შემდეგნაირად 1950-იანებში, როდესაც ამერიკაში უკვე შედიოდა იაპონური და ევროპული მოტოციკლეტები, მაგალითად Honda შევიდა, Norton, BSA, Triumph. ვერ უწევდნენ კონკურენციას, იმიტომ რომ Harley-ს დაბალი ცხენის ძალებიანი ძრავები ჰქონდა და ხალხს უფრო ევროპული და იაპონურები მოსწონდა. მაგრამ პირველი გარდატეხა Harley-მ რაც მოახდინა, იყო გამოუშვა თუ არ ვცდები 52 წელს Harley Davidson K მოდელი, რომელიც მიახლოებული იყო Sportster-თან, მაგრამ თლად Sportster-იც არ იყო. ამის მერე მიხვდნენ, რომ რაღაცა უნდა შეეცვალათ და დაებრუნებინათ ეს თავიანთი დიდება, რაც ამერიკაში ჰქონდათ მათ და გააკეთეს Harley Davidson CH, მე მგონი, Sportster CH მე მგონი, რაღაცა hot. გააკეთეს Sportster-ი, შეცვალეს ძრავი, ჩადგეს მე მგონი 55 ცხენის ძალიანი Sportster-ის ხაზი შეიცვალა ძალიან ბევრჯერ. იმდენი Sportster-ი გამოვიდა, იმდენჯერ გაუკეთეს upgrade და იმდენჯერ შეცვალეს, რომ მთელი ალბათ 1 საათი უნდა დავუთო მაგაზე რომ ვისაუბროთ. ვიზუალი არის ულამაზესი. ტარებითაც, როგორც უკვე თქვი, ბევრი ვიარე, 1-2 საათია დავდივარ უკვე ამითი და ბევრ სხვადასხვანაირ ადგილში ვიყავი, ქალაქშიც, გაშლილ გზაზეც, მაგრამ ვერაფერს ვიტყვი. ძალიან კარგი მოტოციკლეტი არის, ნამდვილად სასიამოვნო, პატარა. ერთადერთი უფრო მძიმე კონუსი აქვს, იგივე სცეპლენი ან კლაჩი. ძალიან პატარა ამორტიზატორები აქვს, რაც ძალიან იგრძნობა უკანალზე. რაღაცა უსწორმასწორ ადგილას რო გადადიხარ, ეგრევე გირტყავს. რა თქმა უნდა, aftermarket-ით შეიძლება შეცვალო და გამოასწორო ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ცხვირიც იგივენაირად ძალიან მოკლე არის და ცხვირზეც პატარა ორმოებშიც კი იგრძნობა ძალიან რა. მან ამორტიზაციაში ალბათ ბოლტს დაუწერდი უფრო პლუს, უფრო რბილი არის. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ ზედმეტად ვიბრირებს თქო, ეგრეც არ არის, საკმარისი და კარგი სასიამოვნო ვიბრაცია აქვს ამასაც. ამ მოდელზე შეცვლილი გვაქვს ჰაერის ფილტრი, გამშვები, დამატებული არის engine guard-ი, სისიბარი, საჭე არის შეცვლილი და სახელურები. დანარჩენი სტოკი არის მთლიანად მოტოციკლეტი. წინა ვიდეოში რაც ვთქვი, რომ აი მეხუთეში რომ გაქვს და მიდიხარ და გასწრება გინდა, აი 100 კილომეტრს აცდები თუ არა, ძრავი იწყებს ღრიალს რა. ერთი ეგ არის რა, რომ აი მაღალ სიჩქარეზე, ქალაქის სიჩქარეზე არაფერი პრობლემა არ არის ნამდვილად. საკმაოდ დიდი ფრთები აქვს თან მოტორს, ძრავს და კარგადაც გრილდება რა, ჰაერზეა ესეც. ასევე გვაქვს მიდ კონტროლები, შუაში აქვს ამასაც და იგივენაირად ესეც ხვდება ფეხში, მაგრამ უფრო განიერია და ამის ხარჯზე ჩემი ფეხი უკეთესად დევს, ვიდრე ბოლტზე იდო. დაშბორდი არის ერთი მრგვალი პატარა მარტივი old school მაჩვენებელი, სადაც გვაქვს ასევე სიჩქარეების მაჩვენებელიც, რაც ძალიან კარგი არის, გაჩვენებს რომ სიჩქარეში ხარ. გვაჩვენებს ასევე ელექტროტაქომეტრი აქვს თან, გვაჩვენებს რამდენ ბრუნზე არის ძრავი. ეგეც ძალიან კარგი არის და საკმაოდ დაბალზე მუშაობს თან, აი ეგ არის ძალიან სასიამოვნო. ნეიტრალში რომ გაქვს, თუხებს რაღაცნაირად აგდებს ტაქტს და ეგ ძალიან ასწორებს რა. ძალიან კარგი ხმა აქვს ამ გამშვებებს. ისედაც წარმომიდგენია ქარხნული გამშვებებითაც ალბათ ძალიან კარგად ითუხებს.
ამერიკული ძალა. ნამდვილად ძალიან ვისიამოვნე ტარებით, ვერაფერს იტყვე. წინ გვაქვს კიდე დამცავები, რომელიც ქარხნიდან მოყვება, ტურისგან დამცავი. წინა ჩანგლებში რომ ტვერი არ ჩავიდეს, არის ღვედზე, ბოლტზეც ალბათ 1200-იანი კიდე უფრო სასიამოვნო იქნება რა. დიდი სიამოვნებით ვიკატავებდი ხოლმე, მაგრამ აყიდლად მაინც ვერ გავიმეტებდი სავარაუდოდ. ძალიან კარგი კამი აქვს, კომფორტული არის, ბილია, კარგად ზიხარ, არ გიმოძრავებს უკანალი. ის ციმციმებიც მომწონს ზემოთ რო არის, მოკლედ სტილი ძალიან ამერიკულ და რაღაცნაირი ესეთი ბედესური სტილი არის. მოკლედ რო შევაჯამოთ, საბოლოო ჯამში მინუსები ჩემთვის, ჩემი აზრით რაც აქვს არის ის, რომ ცუდი ამორტიზაცია აქვს. ერთი, ძვირია, მეორე, მოსავლელადაც ძვირი არის. მგონია რომ აი სიჩქარით მაინც ბოლტი უფრო სწრაფია რა. სისწრაფით უფრო სწორედ და ძრავის მაური თან მაწუხებს მე პირადად. ეხლა ზამთარია თან. ზამთარში ჰაერის გაგრძელება კარგად მუშაობს ძალიან. საფხურს არ მუშაობს ცუდად, მაგრამ ქალაქში თუ დადიხარ, გადახურება ხდება ძრავის და მით უმეტეს თბილისის საცობებში ეს იწვევს მე სიმძლავრის დაგდებას. ტირო მყავდა, ზაფხულში მომიწია სიარული და აი ეცლებოდა ძალა რა. დარწმუნებული ვარ, ახლა ამასაც იგივე იქნება რა. ზოგადად პორსტერის და ბოლტის მინუსიც ჩემთვის კიდევ საწვავის ავზე არის ძალიან პატარა რა. 3.3 გალონი იგივე 12.5 ლიტრი აქვს ჰარლის და ბოლტს აქვს 13 ლიტრამდე რა. შორგზაზე წასასვლელად ხშირად მოგიწევს გაჩერება, ისედაც მოგიწევს ესეთი მოტოციკლებით, რომ დაისვენო, მაგრამ მაინც არაკომფორტულია რა. წვა უფრო მეტი აქვს ამას, ვიდრე Yamaha-ს აქვს და ქალაქშიც უფრო მალე მოგიწევს რომ ავსო ხოლმე რა. ესეთი კარგი დანადგარი არის. ძალიან სასიამოვნოა. ესეც ძალიან სტაბილური არის. ტანითაც შეგიძლია მართო მხოლოდ, მაგრამ ჩემი არ არის და ამ ადგილებში ტანით არ უნდა მართო. ესეთ ადგილებში უფრო სწორედ. მოსახოვებში საკმაოდ კარგად დაყვება. იგივენაირად ყველა რაიდერს შემიძლია ურჩიო, დამწყებსაც. იმედი მაქვს, რომ 0-100-იც გამოგვივა სადმე სწორგზას თუ ვიპოვნი. აი ეს ყველაფერი, რაზეც გადავიარე ახლა რა გზაში რაღაცა ცემენტები და რაღაცები ყრია და ყველაფერი იგრძნობა რა. თავისუფლების შეგრძნება ეს ხმა ყველაფერი ერთად ძალიან სასიამოვნოა. საბოლოო ჯამში გაძლევს ნამდვილი კრუიზერის შეგრძნება გვაქვს. აი წინა კიდე იმდენად არა, აი უკან ძალიან მირტყავს რა. მაგრამ მობილური არის. სხვადასხვა სპორტსტერები გვხვდება ზოგადად. რამოდენიმე ნაირი ყავთ, არის აირონი, 48, super low, nightsteri, ამ ბევრი ჰარლიები კიდე აქეთაც. ნევა გადავიაროთ. აი ამიტომ არის კარგი მიტკონტროლები, შუაში რო გაქვს ფეხის დასადებები, რომ თუ არ გინდა რომ უკანალი გეტკინოს, შეგიძლია წამოდგე და ერთად როგორც ბოლტზე, აიცილო თავიდან რაღაცა დისკომფორტი. ძალიან კარგად დამყვება. არ ვიცი, საჭის ბრალი არის თუ მე მგონი ბოლტზე უკეთესად დამყვება. აი ეს ხმაი. ამ თუხ-თუხზე მაქვს საუბარი თუ გესმით. ძალიან კარგია. აქამდე სულ ორჯერ ვიჯექი, ალბათ 500 მეტრი წინ, 500 მეტრი უკან. და მეორეჯერაც იგივე, ალბათ სულ 2 კილომეტრი გავიარეთ წინ და უკან და ნეიტრალის პოვნა მიჭირს რა. ცოტათი რთული არის. ეგ არ მომწონს. ბოლტზე ძალიან მარტივი იყო. ალბათ მაინც წინ რომ მქონდეს ესე ფეხი გაასწორებდა, კი შეგიძლია ჩამოდო, მაგრამ forward კონტროლერები კარგი იქნებოდა. ერთი რაღაცა მინდა რომ აღვნიშნო რა. ინგლისურ ტერმინებს იმიტომ ვიყენებ, რომ ძირითადად ვეძებთ უცხოეთში ამ ნაწილებს რა ტერმინებსაც ვიყენებ და სულ რომ გადმოვაქართო, აზრი ეკარგება, იმიტომ რომ
კარგია, როცა იცი შესატყვისი და მაინც უნდა იპოვო ამერიკაში, eBay-ზე. ან რა ვიცი, თუნდაც ჩინეთში რო ეძებდე, ჩინურად ვერავინ ვერ ეძებთ მაინც, ხო? ხო და ამიტომ ინგლისურად ხმარობ ამ სიტყვებს, იმიტომ რომ მარტივად შევძლოთ რაღაცეების პოვნა მერე და ვიცოდეთ, რომ თუ წინ ამ ხარეს, წინ გვინდა რომ გქონდეს. კარგი რა. თუ წინ გინდა რომ გქონდეს ფეხები, ავარია მოხდა აქ. თუ გინდათ რომ წინ გქონდეთ ფეხები და არ იცით როგორ მოძებნოთ, forward controllers დასერჩეთ და ამოგიგდებთ. handlebar იქნება თუ რა. აი ზასიამოვნო არის ეს ხო. არასდროს არ მიხვიდეთ ხოლმე ძალიან ახლოს ესეთ მანქანებს. ესეთ დიდ მანქანებთან. არ ჩამხართ და შეიძლება ვერ გაგითვალისწინონ და რაღაცა ცუდი მოხდეს. დისტანცია დაიცავით ზოგადად ისედაც კიდე ავარია. რაღაც 300 მეტრში ორი ავარია. დიდი არაფერი მომხდა აქ, მაგრამ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ ერთგულ გამომწერს, რომელმაც გვანდო თავისი პატარა რკინის 883 მასზე ინფორმაცია მიგვეღო. ესე საკმაოდ კარგად იმართება ცალი ხელით. ავტომატიკა რო იყოს, შეგიძლია არც მოკიდო მეორე ხელი. ჩემი აზრით. აი ეს ხმა. 1000-ზე, აი ნახე, 1000-ზე არის ბრუნი. აი ხასიათი ამ მოტოციკლეთს აქვს. ხასიათშიც უგებს ბოლტს ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ასწაული არის. ჯერ ხარისხი. ბევრად ხარისხიანია ეს მოტოციკლეტი ვიდრე ბოლტი. ვერაფერს ვიტყვი მაგაზე. კინა არის. ვიზუალიც ბევრად უკეთესი აქვს ამას, ჩემი აზრით. მე მაინც ფრეს ვიტყოდი რა. და ზოგადად შეჯიბრი რა მოტოციკლეტების შეჯიბრი ცოტა ისეთი ის არის რაღაც 1000 ადამიანი არსებობს, 1000 მოტოციკლეტი, 1000 აზრი არსებობს და 1000 გემოვნება არსებობს და ასე შემდეგ. ვის როგორ რა მოსწონს. ჩემთვის შეიძლება რაღაც ასპექტში ბოლტი უკეთესი იყოს, რაღაცაში ჰარლი. კიდევ ერთმა ადამიანმა შემოგთავაზა ვიქტორი ოქტანის გატესტვაც, რომელსაც ლებოდ გადავიღებ, იმიტომ რომ ისიც ბოლტის და სპორტსტერის კლასში არის, მაგრამ ის 1200-იანი არის რა. უხრუჭებიც ნორმალური არის, ვერ ვიტყვი ახლა რომ აქვავებს და იდეალურია, მაგრამ საკმარისი არის ჩემი აზრით მისთვის, რაც წონაც და ძალაც აქვს. და მე მგონი შესაძლებელი გაქვს. ცოტა ხმაურობს. ანა ან შესაძლებელი არის, ან დასარეგულირებელი. Harley Davidson Iron 883 0-დან 100. კაფე რეისერთან შეგიძლიათ გადააკეთოთ, ზოგადად ბევრი custom რაღაც შეგიძლიათ გაუკეთოთ მარტივად თან თქვენი ხელით. მოხსენი და ამაგრე არის, არაფერს მიჭრა-მოჭრა არ დაგჭირდებათ, ზოგადად სპორტსტერის პლუსი კიდევ ეგ არის, რომ ბევრი ცვლილება შეგიძლია შენი თვე გააკეთო რა. ამასაც საკმაოდ კარგი ძალა და სისწრაფე აქვს, რომ გადაასწრო გზაზე მანქანას. არ მოგიწევს მაჩანჩალასავით უკან ყოფნა. ძალა აშკარად ამას მეტი აქვს რა. ძალიან ვისიამოვნე, მადლობა ჰარლის და ერთხელ მადლობა ჩვენს გამომწერს. ჩემი აზრით, ისედაც დიდად სისწრაფისთვის ეს ბაიკები არ არის შექმნილი. დაბალ ბრუნზე რო ქალაქში სიამოვნო მაგისთვის არის რა. VDS ტიპი გგონიათ ეს რო არ იყო. ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ მირჩევნია ბოლტს, ნამდვილად მირჩევნია ბოლტს. აქვს თავისი მინუსები, მაგრამ მაინც უფრო ნამდვილი old school-ი არის, უფრო არა ნამდვილი old school-ი არის.
ორსტერის შემხედვარე დაიწყო ყველა ესეთი სტილის მოტოციკლეტების გამოშვება. ამიტომ ნამდვილად 2 ცალი შუა თითი კი არა და 2 ცალი წერა თითი ჰარლის. თან სავარაუდოდ ჩემი აზრით ეხლა კი არ არის ისეთი სიცხე და ძრავი ისე არ ხურდება და ვერ გძნობ მის სიმხურვალეს, მაგრამ განიერი ფეხის დასადებები რომ აქვს, იმისთვის არის რომ სიცხეში რომ გახურდება ეს ძრავი, განზე გავდოთ ფეხი და გავგრილდეთ. არ დავიწვათ სიმხურვალისგან. აქსელერატორი ასევე როგორც ბოლტზე არის როსით, არ ვიცი ქართულად რა ქვია. საბოლოო ჯამში აირონი მირჩევნია ბოლტს. თავის ხასიათით, ხმით, სილამაზით, ისტორიით რა თქმა უნდა, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაკლები ცხენები, მეტი ძალა. American muscle. აი ეს ხმა რა. ტრახ. დასასიამოვნო. ხასიათი ბევრად იგრძნობა ამ მოტოციკლეთში. არ დაგავიწყდეთ დალაიქება და კომენტარება და არხის გამოწერა მეგობრებო და სხვა ვიდეოებზეც გადადით და უყურეთ, ამითიც დამეხმარებით ძალიან.